ძალიან ხშირად არის, როცა დედას კბენს ბავშვი ძუძუზე, ან ჩქმიტავს, ან თმით ქაჩავს, ამ დროს ხშირია მშობლის რეაქცია, რომელიც არის გამოხატული სიცილით, ღიმილით, ან საერთოდ არანაირ რეაქციას არ ავლენს მშობელი ამაზე. ძალიან ხშირია, როცა ხარხარებს მთელი ოჯახის წევრები, რაქნა, როგორ მოკაჩა დედა და მამა თმით და ბავშვი ვერ აკეთებს ჯანსაღ დიფერენცირებას კარგ ქცევასა და ცუდ ქცევას შორის და ვერ ხვდება, რომ ხვის სხეულზე ძალისმიერი მანიპულაცია არის აკრძალული. ანუ ამას თავიდანვე არ ვავლებთ ამ ხაზს, ამ საზღვარს და ბავშვს ვასწავლით და ვაჩვევთ იმისკენ, რომ შენ შეგიძლია ხელყო ჩემი სხეული, გააკეთო ძალისმიერი მანიპულაციები ჩემს სხეულზე და მე არ მექნება ამაზე რეაქცია, ან პირიქით შეიძლება გამეცინოს კიდევაც. ბავშვი შესაბამისად არასწორი მიმართულებით მიდის და ის ეჩვევა იმას, რომ შეიძლება სხვისი სხეულის წვალება, ტანჯვა, შეიძლება სხვისი თმების თრევა, ხო? და მე როცა ჩვენ უკვე მოგვეზრდება, როცა თმებით ბავშვი გვითრევს და კბენს და გჩქმეთს, მაშინ ვიწყებთ ყვირილს და ზუსტად ამ დროს ბავშვი ვერ ხვდება. თუ აქამდე ეს იყო ხელმისაწვდომი და დასაშვები, ეხლა რა მოხდა, ეხლა რატომ აღარ გეცინება.